9-5-ის კონტექსტშიც მაინტერესებდა რამდენად არის. რამდენად 9-5-ის კონტექსტი. მაგალითად ჯენზიზეო გათვლა რა თქვი, რამდენად არის ჯენზის ტიპაჟი, რომელსაც აინტერესებს ეგეთი სამუშაო. გაჩნია, მან ალბათ ისე იქ მივალ პოზიციის რაობა რა არის, ხო? ანუ რა სადეძებს, რა პოზიციაზე ეძებს ბიზნესს თორე. ყველაზე მეტად რაზეც მოგდის ხოლმე მოთხოვნა, დისტანციური სამსახური გაქვთ თუ არა. ანუ 10-დან 8 მესიჯი, რომელიც შემოგდის, არის დისტანციური. ეგ არის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი. კი, მაგას ვამბობ. ან ჰიბრიდული. ჰიბრიდულიც, ოღონდ ამ ჰიბრიდულსაც ზოგი სხვანაირად აღიქვავს რა. ერთხელ მივალ კვირაში და 4 დღე აღარ მივალ და ანუ შენ თუ ეტყვი რომ იცი რა სამჯერ უნდა მოხვიდო, ეგ რანაირი ჰიბრიდული გამოდის, ანუ ეგეთის არის. მაგრამ ყველაზე მეტად ანუ ესე რომ გვიკავშირდება სამუშაოს მაძიებელი, აი სახლიდან მიჭირს გამოსვლა, ან მაგალითად ბავშვი მყავს რათა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ყავს ბავშვი და აი იცი რა ვერად, ანუ სწავლობ და იქნებ რაიმე იყოს დისტანციური პოზიცია, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი არ არის.